Kompania SOS წარმოგიდგენთ ფილმს დედამიწის ევოლუციის შესახებ. კი ამბობთ გზაზე, რომელიც დედამიწამ გაიარა, სიცოცხლის შექმნის, ბუნებრივი პროცესებისა და ცივილიზაციის წარმოშობის თვალსაზრისით. Kompania SOS-ის საქმიანობა ემყარება ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების დანერგვას. დღეს როგორც არასდროს საცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცხოვროთ მწვანე ცხოვრების წესით ადამიანებისა და მომავალი თაობების განვითარებისათვის. დედამიწის ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ იწყება დაახლოებით 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ იქ სადაც დღეს მზის სისტემაა ამ ადგილას და გაცილებით უფრო დიდ მოცულობას იკავებდა უზარმაზარი ნებულა აირისა და მტვრისგან შემდგარი უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც დაახლოებით ამ დროს 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ ამოძრავდა, მასში რაღაც მოხდა, რაღაც მიზეზის გამო გარკვეული მასა, დიდი მასა დაგროვდა, შეიკუმშა ერთ ადგილას, რამაც დაიწყო სხვა ნაწილაკების მიზიდვა და ეს უზარმაზარი ღრუბელი დატრიალდა, ამოძრავდა, გადაიქცა დისკოთ და შემდეგ მის ცენტრში, სადაც მიიზიდებოდა ეს ნაწილაკები, ჩამოყალიბდა მზე. ხოლო ამ დისკოში კი ჩამოყალიბდა პლანეტები. მათ შორის დედამიწა, მზიდან მესამე პლანეტა. ეს პლანეტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, პირველი 4 პლანეტა მზის სისტემაში, მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი, ეგრეთ წოდებული კლდოვანი პლანეტებია, ტერესტრიულ პლანეტებს უწოდებენ, ტერა მიწას ნიშნავს, ანუ დედამიწის მაგვარი პლანეტებია და 4 დიდი პლანეტა სულ სხვანაირი აირისგან შედგება, ან აირისა და ყინულისგან. ეს არის იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. დაახლოებით 4 მილიარდ 700 მილიონი წლის წინ კოსმოსში მტვერი დატრიალდა, შეიკრა ერთლიან ცხელ ნაწილაკად და ასე შეიქმნა დედამიწა. მასზე სიცოცხლე იმ სახით, როგორც ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია, შეუძლებელი იყო. არ შევჩერდებით ახლა აი ამ პლანეტების განსხვავებაზე, უბრალოდ ვიტყვით იმას, რომ დედამიწა ამ კლდოვან პლანეტებს, ტერესტრიულ პლანეტებს შორის ყველაზე უფრო დიდია და შესაბამისად მის შექმნას უფრო დიდი დრო დაჭირდა, დაახლოებით ითვლება, რომ აი ეს ყველაფერი პროცესები რო დაიწყო, შემდეგ პატარა სხეულებამდე, აი ასტეროიდების ზომის სხეულებამდე გაზრდა ამ პატარა ნაწილაკების თითქმის 8 მილიონი წელი დასჭირდა და დაახლოებით 20 მილიონი წელი დასჭირდა დედამიწას, რომ თავისი მასის 80-90% აეკრიფა, ასე ვთქვათ, და ეს პერიოდი ითვლება დედამიწის წარმოქმნის თარიღად, წარმოშობის თარიღად, დაახლოებით 4 მილიარდ 540 მილიონი წელი. აი ეს ითვლება დედამიწის ასაკად. აი ეს უზარმაზარი დროის მონაკვეთი 4 დიდ პერიოდად, რომელსაც გეოლოგები ეონებს უწოდებენ, 4 დიდ პერიოდად არის გაყოფილი. ეს ეონებია ჰადესის ეონი, არქეული, პროტეროზოული და ფანეროზოული ეონები. მოდით დავიწყოთ პირველ ეონზე საუბარი. ეს არის ის პერიოდი, როცა დედამიწა ყალიბდება, ჯერ არ არის აი ამ ფორმით ჩამოყალიბებული, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა ამ პერიოდში და ამ პერიოდში გამოჩნდა, რომ დედამიწა უკვე ვითარდებოდა. ჰადესის ეონი დაახლოებით 9 მილიარდი წელი გრძელდებოდა, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, უფრო ზუსტად თქვით, რომ 4 მილიარდ 31 მილიონი წლის წინ იწყება მეორე ეონი, არქეული, სადაც აი ეს ცვლილებები ცოტა შენელდა, იმიტომ რომ დედამიწის ტემპერატურა, დედამიწის ზედაპირი გაცივდა, ტემპერატურა ის წიაღშიც ტემპერატურა მოიკლო და პროცესები ნაკლებად აქტიურად მიდიოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა არქეულში. დედამიწა იწყებს გაციებას, წარმოიშობა წყალი, გარკვეული ქიმიური ნივთიერების შერევის გზით სახეზეა ქიმიური წვიმა. სიცოცხლის პირველი მიკროსკოპიული ელემენტებიც ამ დროს წარმოიქმნა. არქეულ ეონში უკვე, რომელიც გაცილებით დიდხანს გრძელდებოდა, არქეული ეონი თითქმის მილიარდ ნახევარი წელი გრძელდებოდა და დამთავრდა 2.5 მილიარდი წლის წინ
არქეულში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც გითხარით, მყარ-დედამიწას თუ ავიღებთ, გაჩნდა პირველი კონტინენტები და არქეულის ბოლოს ფილაქანთა ტექტონიკა, რომელიც დღეს დედამიწის ესეთი ერთ-ერთი დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს და დედამიწას განასხვავებს სხვა პლანეტებისგან, უკვე სრული დატვირთვით, დღევანდელივით ამოქმედდა. აი ამის გამო უკვე არქეულის ბოლოს, როგორც გითხარით, ხმელეთის დიდი მასივები გაჩნდა კონტინენტები, პირველი კონტინენტები. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა და ყველაზე მთავარს გამოვყავთ არქეულში უკვე დედამიწაზე გაჩნდა სიცოცხლე. ესეთი უტყუარი მტკიცებულება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისა არის დაახლოებით 3 მილიარდ 500 მილიონი წლის წინ წინანდელი სტრომატოლიტები ასეთი სტრუქტურებია, რომელსაც ბაქტერიების კოლონიები ქმნის და დათარიღებულია ასეთი 3 მილიარდ ნახევარი წლის წინანდელი სტრომატოლიტები. თუმცა არის მონაცემები და მეცნიერთა უმეტესობა დღეს თვლის, რომ სიცოცხლე გაცილებით ადრე გაჩნდა. დღეს ითვლება, რომ სადღაც 3 მილიარდ 800, 3 მილიარდ 900 მილიონი წლის წინ სიცოცხლე უკვე იყო. ძალიან ბევრი მონაცემია, მაგრამ უტყუარი მტკიცებულება მარტო ის არის, რაზეც მოგახსენეთ. მაგრამ 3.5 მილიარდი წლის წინანდელი არსებული ამ სტრომატოლიტების შესახებ ინფორმაციით მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს სიცოცხლე საკმაოდ განვითარებული იყო და ამ განვითარებას ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა, ამიტომ ფიქრობენ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი წლით ადრე გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. დედამიწაზე ბაქტერიების ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიშვა ჟანგბადი. ეს იყო სიცოცხლის პირველი ნიშანწყალი, რომლის შედეგადაც გაჩნდა ატმოსფერო. დედამიწამ ლურჯი ფერი მიიღო. არქეული თავრდება 2.5 მილიარდი წლის წინ და როგორც გითხარით, ეს პროცესები მიმდინარეობდა დედამიწაზე უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ატმოსფერო მაშინაც იყო ნახშირორჟანგით, მეთანით მდიდარი, წყლის ორთქლით მდიდარი, ალბათ გარკვეულად აზოტიც იყო და პროტეროზოული უკვე 2.5 მილიარდი წლის წინ რომ იწყება, პროტეროზოულში უკვე ატმოსფეროში ჩნდება ჟანგბადი. ჟანგბადის შექმნა ცოცხალ ორგანიზმებთანაა დაკავშირებული. დაახლოებით უკვე არქეულში დაიწყო არქეულის ბოლოს და პროტეროზოულში დაიწყო ჟანგბადით გამდიდრება დედამიწის და პროტეროზოულში ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა. პროტეროზოული თითქმის 2 მილიარდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თავარი ის არის, რაც ამ დროს მოხდა, რომ და ბევრი მეცნიერი ჟანგბადით გამდიდრებას უკავშირებს ამ მოვლენას. დედამიწაზე დაიწყო ისეთი მოვლენები, რომელიც შემდეგ ჩვეულებრივი გახდა. ეს არის გამყინვარება. მანამდე არქეულში არ არის ნაპოვნი და მით უმეტეს ჰადესის ეონში არ არის გამყინვარების კვალი. გამყინვარება, ესე იგი, ეს არის საშუალო ტემპერატურა, როცა ეცემა დედამიწაზე, ამ დროს მყინვარები, რომელიც პოლუსებთანაა, ან რომელიც მაღალ მთებშია, გაცილებით დიდ ფართობს იკავებს, მოდის პოლუსებიდან შორს და ასევე მთის მწვერვალებიდან შორს და მყინვარები ძალიან, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო კვალს ტოვებენ დედამიწაზე. პროტეროზოულში უკვე ჩანს პირველი გამყინვარებები. პროტეროზოულის დასაწყისშივე ძალიან ძლიერი გამყინვარებები, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა და მათ შორის უკვე პროტეროზოულის ბოლოსკენ, სადღაც 700-600 მილიონი წლის წინ ძალიან დიდი გამყინვარება, როდესაც მთელი დედამიწა ყინულის სქელი ფენით დაიფარა. თოვლის გუნდა დედამიწაც უწოდეს იმ პერიოდის დედამიწას, რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულით იყო დაფარული. ტვერისა და გარკვეული ნაწილაკების გამო ატმოსფერო გახდა გამჭვირვალე, რამაც გამოიწვია მზისხივების ინტენსივობის შემცირება. ამის გამო მოხდა გამყინვარება, რამაც დედამიწა ყინულის ფენით დაფარა. მიუხედავად ამისა, მის ქვეშ ვულკანური აქტივობა გრძელდება, რაც ინარჩუნებს სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობებს. როგორც გითხარით, შემდეგი ბოლო
ეონი, ეს არის ფანეროზოული. თვითონ სიტყვები რო გამოვდოთ, არქეული ძველს ნიშნავს ბერძნულად, ჰადესის ეონზე ვისაუბრეთ უკვე, პროტეროზოული სიცოცხლის განთიაც ნიშნავს სიცოცხლის დასაწყის, ფანეროზოული არის ხილული სიცოცხლე. ასეთი საინტერესო სახელი მიიღო ამ პერიოდმა, იმიტომ რომ აი ზუსტად ფანეროზოულის დასაწყისში დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ ევოლუციამ ისეთ დონეს მიაღწია ცოცხალი ორგანიზმების, რომ გაჩნდნენ მყარ-გარსიანი ნიჟარებიანი ცოცხალი ორგანიზმები. როცა დედამიწაზე ვლაპარაკობთ და ცოცხალ ორგანიზმებზე, უნდა ვთქვათ, რომ ამ პერიოდში და აი 540 მილიონი წლის წინათ ცოცხალი ორგანიზმები ოკეანეში იყო, მარტო ხმელეთი იყო უსიცოცხლო. მნიშვნელოვანი ის არის კიდევ, რომ აი დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ჟანგბადის მკვეთრი მომატების გამო წარმოიქმნა ოზონის ფენა. ოზონის ფენა, ოზონის ჟანგბადია, ოღონდ მოლეკულაში 3 ატომია. ანუ ჩვენ, რასაც ვეძახით თავისუფალ ჟანგბადს და რითიც ცოცხალი ორგანიზმები სუნთქავენ, ეს არის O2, ანუ ორი ატომი ჟანგბადით აგებული მოლეკულა. 3 ატომი ჟანგბადი სრულიად განსხვავებულ თვისებებს ატარებს და მთავარი ამ ოზონში ის არის, რომ ოზონის ფენამ შეაკავა არ ატარებს ოზონის ფენა ულტრაიისფერ სხივებს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამაზიანებელია. ძალიან ცოტას ატარებს ნაწილობრივ ულტრაიისფერ სხივებს და აი როგორც კი ოზონის შრე შეიქმნა, მაშინვე სიცოცხლე გადმოვიდა, დაიწყო გადმოსვლა დედამიწაზე. თავიდან ხავსისმაგვარი ორგანიზმები, შემდეგ მცენარეები და სადღაც 380 მილიონი წლის წინ 380-დან 360 მილიონი წლამდე პირველი ცხოველები, უпростоრად თევზები, რომელიც შემდეგ ამფიბიებად ჩამოყალიბდნენ. აი ამის შემდეგ უკვე ხმელეთი დაიფარა სიცოცხლით და სიცოცხლე გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გახდა. დრო გადის, სიცოცხლე ხმელეთზე გამოდის, დედამიწა მწვანე საფარით იფარება, ხეები, მცენარეები ვითარდებიან. ამგვარად იქმნება ბიოსფერო, მცენარეებისა და ცხოველების ერთობლიობა. უნდა ითქვას, რომ მეცნიერების ნაწილი უკვე გამოთქვავს მოსაზრებას, რომ უკვე აი ამ ბოლოში, ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს მე-20 საუკუნე ან ზოგიერთი მე-18 საუკუნეს ასახელებს, აი ამ პერიოდიდან დაწყებული დაიწყო ახალი ეონი დედამიწის ეპოქაში, ეს არის ანთროპოცენი, ანუ ადამიანის ერა. და აი ამ დროს განსაკუთრებით რატომ დავასახელე მე-18 საუკუნე, მე-18 საუკუნის ბოლოს იწყება ინდუსტრიალიზაცია და ადამიანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა დედამიწაზე და აი ეს ცვლილებები უკვე ზემოქმედებს თვითონ ადამიანის ზემოქმედება ძალიან გაიზარდა. რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერია ადამიანის ზემოქმედება მე-20 საუკუნიდან, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, აი ეს უამრავი ქარხანა, მანქანები, დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი, ადამიანის მიერ ხმელეთის დიდი ნაწილი გადამუშავებული და ათვისებული, აი თითქმის 40%-ზე მეტი შეცვლილია უკვე ადამიანის მიერ და ეს ყველაფერი ზემოქმედებს ბუნებაზე და აი ეს ბუნების ასეთი ცვლილებები ბუნების ასეთ ცვლილებებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რაიმე არ დავაზიანოთ, რაიმე არ შევცვალოთ ისე, რაც დედამიწას გახდის სიცოცხლისთვის საშიშ პლანეტად, ან რაღაც საფრთხეს შეუქმნის სიცოცხლეს. ბოლო ასწლეულში დედამიწა ახალ ეპოქაში შევიდა. ეს არის ანთროპოგენული ეონი. დედამიწა ისცა სისტემად, რომელზეც ადამიანის გავლენა ყოვლის მომცველად მოქმედებს. კლიმატი იცვლება, კატასტროფების რისკი იზრდება. ახლა ჩვენი დროა. დროა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები დედამიწის გადარჩენისკენ. ცირკულარული ეკონომიკის ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ ბრძოლის, განახლებადი ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის განვითარების, სხვადასხვა ესეთი მწვანე აქტიურობებით
ჩვენ მივახცევთ დედამიწის სწორ ეფექტურ განვითარებას. დედამიწის ბედი ჩვენ ხელშია, დროა ვიმოქმედოთ. დედამიწის ტემპერატურა, საშუალო ტემპერატურა მატულობს, ერთი შეხედვით ეს მცირე მატებაა, სულ რაღაც 1 თუ 1.5 გრადუსი საუკუნეში, მაგრამ საშუალო ტემპერატურის ასეთი ცვლილება მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, საშუალო ტემპერატურის ცვლილება ეს მარტო დათბობას არ ნიშნავს. ექსტრემალური დღეები, ასე ვთქვათ, ამინდის იცვლება, უფრო ინტენსიური ხდება, სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენა, ჩვეულებრივ ქარები იქნება, თავსხმაწვიმა იქნება და ასე შემდეგ და აი ამ ბუნებრივი კატასტროფების რიცხვიც ძალიან მატულობს. რა თქმა უნდა, დედამიწის ისტორიის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ დედამიწაზე კლიმატი იცვლებოდა, იყო გამყინვარებები, იყო ძალიან თბილი პერიოდები და ამაზეც მიდის მუშაობა და კამათი, რომ აი ეს ყველაფერი ადამიანის გამოწვეულია თუ ბუნებრივათაც მოხდებოდა. აი ჩვენი მიზანი ის არის, რომ ადამიანის გამოწვეული, ადამიანის წვლილი ამ კლიმატის ცვლილებაში შევამციროთ, აღმოფხრით ალბათ ვერ აღმოფხრათ, მაგრამ აი შემცირებით რომ შევამციროთ, რომ სახიფათო არ იყოს ეს კლიმატის ცვლილება. ახლა ამას როგორც გითხარით, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ როგორმე შევანელოთ, ანუ ასე სწრაფად არ ხდებოდეს კლიმატის ცვლილება, მოვახდინოთ ადაპტაცია ამ კლიმატის ცვლილებასთან და რაც მთავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, შევამციროთ ბუნებრივი კატასტროფების რისკი. შევამციროთ ან შევარბიტოთ, როგორც ახლა ამბობ. მილიარდობით წელი დაჭირდა დღევანდელი ფორმით დედამიწის განვითარებას. მისი ბედი ჩვენი ადამიანების ხელშია. მდგრადი ცირკულარული განვითარება მისი მომავლის საწინდარია. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ნარჩენების მინიმიზაციას, ეფექტურ ენერგომენეჯმენტს და გარემოზე პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავართვათ დედამიწას ის, რაც მისთვის არ მიგვიწია. მოდი ვიცხოვროთ მასთან ერთად ეფექტური თანამშრომლობისა და არაუმოწყალო ექსპლუატაციის გზით. ეს არის ჩვენი თანამედროვეობის ამოცანა.